პირადის თემებთან დაკავშირებით დაგიბრუნდით. დიდი ხანი არის ამ თემასთან დაკავშირებით არ გაგვიკეთებია პროგნოზი. შესაბამისად, დღეს ვნახოთ ლენორმანის საშუალებით ზოგადად პირადი სიტუაციები პიროვნებასთან დაკავშირებით, ხო? და პერსპექტივები არის, რა განვითარებადი არის, არსებული ვიდეო არის მასთვის, ვინც იმყოფება ურთიერთობის კუთხით, ან ზოგადად არის აწყის ეტაპზე, ხო? რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს არსებული ურთიერთობას, რა პერსპექტივა და ასე შემდეგ. ვარიანტების რაოდენობა გვექნება 3 ვარიანტის კატეგორია, ენერგობალანსირებისთვის საჭირო არის ჩემი არხის გამოწერა, ასევე მოწონება, კომენტარი, გაზიარება, სურვილისამებრ, ხო? პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის განვითარების რა პერსპექტივა არის, ორი ერთად ამოხვა მეორე ვარიანტზე და მესამე ვარიანტზე. ზოგადად განვითარების პერსპექტივა ნახეთ, მისი გრძნობები ამ ეტაპისთვის როგორი არის და რა თქმა უნდა რჩევა თქვენთვის. ასევე თქვენივე თხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ თითოეულ მათგანზე დავალაგო მინერალები. მაგალითად, პირველ ვარიანტზე იყოს ვეფხვის თვალი, მეორე ვარიანტზე იყოს ვარდისფერი კვარცი, მესამე ვარიანტზე იყოს მთის ბროლი. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, ის რომელიც მეტად დაგიძახებთ, რომელიც მეტად მიგიზიდავთ, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, დავიწყებ პირველი ვარიანტით. რა განვითარების პერსპექტივა არის არსებულ ადამიანთან? პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის. ერთადერთი მომენტი, რაც არის, საჭირო არის თქვენი მხრიდან უფრო მეტი ხელშეწყობის პოზიცია, ხო? უფრო მეტად გაიაზროთ სიტუაციურად, რა გინდათ რეალურად ურთიერთობაში, რისი მოთხოვნილება გაქვთ, რისკენ მიისწრაფით სიტუაციურად, ხო? რაღაცა მომენტებში საჭირო არის, რომ თქვენი მხრიდან უფრო მეტი ხელშეწყობის პოზიციაც იყოს და გაგებით მოეკიდოთ გარკვეული სახის საკითხებს. თუ ზედმეტად არ იქნებით ტოქსიკური ურთიერთობაში, გარკვეული კუთხით უფრო მეტად მოეკიდებით მის სიტუაციებს, გაგებით, დამიჯერეთ, რომ პერსპექტიული არის ეს ურთიერთობა, განვითარებადი არის, უბრალოდ მეტი ხელშეწყობა სჭირდება და როგორც აი ყვავილის პირობითად ზრუნვა ამ ადამიანთან მიმართებაშიც იგივე სიტუაცია არის. ცოტათი სპეციფიური არის ეს ადამიანი. შესაბამისად, რადგან ეს ადამიანი აერჩია და თუ კი გინდა რომ მასთან იყო, ხელი უნდა შეუწყო და განვითარების პერსპექტივა არის. ზოგადად ამ მომენტისთვის გრძნობების კუთხით. შეხედეთ გრძნობების კუთხით აქ რასაც მიჩვენებს სიტუაცია, ცოტა ყველაფერი უფრო მეტად რთულად არის. იმ კუთხით, რომ საკუთარ თავში ბოლომდე გარკვეული ეს ადამიანი არ არის. არ აქვს მნიშვნელობას აწყის ეტაპზე ხართ უკვე ურთიერთობაში იმყოფებით. ხშირად აქვს ცვალებადი დამოკიდებულება არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით და სჭირდება უფრო მეტად გარკვევადობა საკუთარ თავში, უფრო მეტი დიდი დრო, ესე ვიტყოდი, ხო, რომ მეტად ჩამოყალიბდეს. პერსპექტიული არის, მაგრამ დრო უნდა მისცეთ ამ ადამიანს, რომ საკუთარ თავში მეტად გაერკვეს. გრძნობების კუთხით ამ მომენტისთვის უბრალოდ ქაოტური მდგომარეობა აქვს და რა თქმა უნდა რჩევა თქვენთვის. სიყვარული თქვენს ირგვლივ არის, ანუ შესაძლებელი არის, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მაინც გადაიზარდოს სასიყვარულო თემებში, მეტი მოთმინება გამოიჩინე, მეტი, ასე ვთქვათ, ზომიერება შეინარჩუნე და ყველაფერი გამოსვლადი არის გახსოვდეს, იმისთვის, რომ ნაყოფი გემრიელი იყოს და კარგად მოიწიოს, სჭირდება დრო. ყვავილობა და შემდეგ უკვე დამწიფების მდგომარეობა. შენ შემთხვევაში ზუსტად ასე არის. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული სიტუაცია. დამიწერეთ რამდენად რეზონირდა და რამდენად ახლოს იყო თქვენთან. პირადისთვის მიკავშირდებით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. გადავიდეთ მათ, ვინც აირჩიეს ვარდისფერი კვარცი. ვარდისფერი კვარცის შემთხვევაში განვითარებადი არის თუ არა ურთიერთობა, რა თქმა უნდა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კი. ამ მომენტისთვის თუ გარკვეულ კატეგორიას არ გაქვთ კომუნიკაციის მდგომარეობაც, შესაძლებელი არის სიტუაციები ისე გადათამაშდეს, რომ უახლოეს პერიოდში ამ ადამიანისგან რაღაცა ისეთი გაიგოთ, ან რაღაცა ისეთი ქმედება იყოს, რაც თქვენს ყურადღებას პირდაპირ მნიშვნელობით მიიქცევს. შესაბამისად, აქ მე რასაც მიჩვენებს, ურთიერთობა განვითარებადი არის, უბრალოდ არის გარკვეული სახის საკითხები გასარკვევი ერთმანეთისთვის, რა სახის ბარიერები იქნება დაწესებული ან არ იქნება, ხო? თავიდანვე რაზე ხარ წამსვლელი ურთიერთობაში, რაზე არ ხარ წამსვლელი. აქ მეტი გარკვევადობა, მეტი საუბარი გჭირდებათ, ეცადეთ რომ არ აყვეთ ინტრიგების თემებს, არ აყვეთ ენების თემას, რომ რაღაცა მომენტ შეიძლება ხელი შემშლელი ფაქტორები იყოს სიტუაციურად, შესაბამისად ყურადღება არ მიაქციოთ სხვის საუბარს, სანამ შენ თვითონ არ იქნები სიტუაციაში გარკვეული, სანამ შენ თვალით არ დაინახავ რა როგორ არის, სხვის ენებს არ აყვე მასე
რასაც შეიძლება რომ საუბრობდეს. ურთიერთობა პერსპექტიული არის, განვითარებადი არის. აქვე ვიტყვი რომ მათ ვინც აიცით, ეს არის ჩემი საავტორო წიგნი, შეგიძლიათ შეიძინოთ ლატერნასა და ბიბლიოსის ფილიალებში. გადავიდეთ ზოგადად გრძნობების თემაში. გრძნობების კუთხით აქ მე რასაც მიჩვენებს, საკმაოდ სიმყარის თემა არის და რაღაცა მომენტში მიჩვენებს, რომ ამ ადამიანს სურვილი ნამდვილად აქვს ოჯახური თემისა, ხო? ანუ ის გარემო, სადაც პირობითად შენთან იქნება სტაბილურ ურთიერთობაში, შენთან იცხოვრებს. რაღაცა მომენტში დაშვების დონეზე შეიძლება ითქვას, რომ შთამომავლობის სურვილიც აქვს, თუ კი ამ მომენტისთვის არ ყავთ საერთო შვილი, პირობითად რო თქვა, ხო? აქ საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჩანს ორივე საგვარეულო მხრიდან თქვენ ურთიერთობაში. ანუ მხარდაჭერა არსებული ურთიერთობის, როგორც უნდა ამ მომენტისთვის ერთულების პოზიცია იყოს, ანუ როგორც იტყვიან ხოლმე, მწვანე გაქვთ ანთებული ორივე საგვარეულო კუთხიდან, თვითონ მისი საგვარეულოდანაც და თქვენი საგვარეულოდანაც. ასე რომ ამ მომენტისთვის მიჩვენებს, რომ ზოგადად გრძნობების კუთხით არის სურვილების სტაბილურობის, მაგრამ შიშები არის რამდენად გაუმკლავდება იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვია ოჯახი ან თუნდაც თანაცხოვრების სიტუაცია. მომენტებში გონია რომ უბრალოდ ვერ გაუმკლავდება ამ ყველაფერს, შიშების თემები თამაშობს ძალიან დიდ როლს არსებულ ურთიერთობაში. და რა თქმა უნდა რჩევა თქვენთვის შემოიტანეს სიახლეები ურთიერთობაში. თუ კი საჭირო არის რომ რაღაცა მომენტში წახვიდეთ ერთად სადმე, თუნდაც სამოგზაუროთ, თუნდაც ასეინოთ, მეტი სიახლეები ურთიერთობაში, მეტი ინიციატივების გამოჩენა, რომ მეტად განვითარდეს თქვენი სიტუაციები. ერთფეროვანი მომაბაზრებელი სიტუაციები ორივესთვის დამღლელი არის. იყავი ინიციატორი, იყავი მწვანე შუქი, მისთვის და შენთვის რა ურთიერთობა უფრო მეტად წინ წავიდეს, უფრო მეტად განვითარდეს, ან თუნდაც თუ კი ურთიერთობაში ხართ და რაღაცა ვერ არის, გადაარჩინოთ არსებული ურთიერთობა. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტის არსებული სიტუაცია, მათ ვინც მთის ვარდისფერი კვარცი აირჩიეს, გადავდივარ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე, მთის ბროლი. შეგახსენებთ მათ ვინც აიცით, ეს არის ჩემი საავტორო წიგნი, შეგიძლიათ შეიძინოთ ბიბლიოსისა და ლატერნას მაღაზიაში. ჩაფიქრებული პიროვნებასთან განვითარების პერსპექტივა გაქვთ თუ არა? პირდაპირ ამოდის ხო ყვავილის მდგომარეობა? კი, განვითარების პერსპექტივა არის, უბრალოდ აქ არის კაპრიზული გამოვლინებები ორივეს მხრიდან, გარკვეული სახის წუნიაობები, თან თითქოს გინდათ, თან თითქოს ბოლომდე ვერ მოყვებით თემას. აქ მეტად გჭირდებათ გარკვევადობა საკუთარ თავში, იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ხართ ძალიან ჯიბრიანი კატეგორია, ორივეს გაქვს ზედმეტად თქვენი პრინციპები, თქვენი ეგოს თემები, რაც ხშირ შემთხვევაში ორივესთვის დამღუპელი არის და ურთიერთობა საკმაოდ უკან წევს სიტუაციურად. შესაბამისად, აქ პირდაპირ მიჩვენებს, რომ იმისთვის, რომ რაღაცა გამოგივიდეთ ურთიერთობაში, ან პირობითად წინ წახვიდეთ, თქვენი ეგოიზმი გადადეთ გვერდზე, თქვენი ეს რაღაცა წამოვლები, ხასიათების კუთხით და ეგრეთ წოდებული წიკები, როგორც შეიძლება სხვებმა აღიქვან სიტუაციურად, გადადეთ გვერდზე. როგორც კი ამ ყველაფერს გადადებთ, შემდეგ უკვე სიტუაციური თვალსაზრისით გექნებათ უკეთესი მდგომარეობა პირდაპირ მნიშვნელობით, რასაც მიჩვენებს, ხო? ზოგადად ამ მომენტისთვის რაც გრძნობს ეს ადამიანი შენთან მიმართებაში, ამ მომენტებისთვის აქვს ძალიან დიდი ცდუნებების წინაშე დგომა ამ ადამიანს. იცი როგორ მომენტები აქვს, მომენტებში თითქოს გონია, რომ სპეციალურად უკეთებ ყველაფერს იმას, რასაც აკეთებ, ჯიბრით ექცევი, თითქოს ცდი სიტუაციურად. მომენტებში ძალიან ღლის შენი კონკრეტული გამოვლინებები. თითქოს როგორც იტყვა ხოლმე ბეწვის ხიდზე გადის არსებული კავშირი და ურთიერთობა. ეცადე რომ ზედმეტად გამოცდები და გართულებები ამ ურთიერთობას არ მოუტანო სიტუაციურად, იმიტომ რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მერე უკვე ეს ყველაფერი შეიძლება სისტემატიური სახის მატარებელი გახდეს ორივესთვის და შესაბამისად ჩამოინგრეს ურთიერთობა. ამისთვის, ამ მომენტისთვის შედარებით შეიძლება გაცილებული პოზიცია იყოს, იმიტომ რომ დაღლილი არის ერთ და იგივე თემებზე ლაპარაკით პირობითად, ერთ და იგივე სიტუაციებზე კონფლიქტით და ვეღარ გაუგია რა შეიძლება გრძნობდა შენთან მიმართებაში. იდეაში გარკვეული სახის ცნობები ისევ არის და არის, მაგრამ სისტემატიური სახე არ მისცეთ ამ რაღაც კონფლიქტურ თემებს. და რჩევა ზოგადად შენთვის იყავ იმისთვის მეგობარი, იყავ იმისთვის პირობითად ძმა და ქალი, ძმა კაცი არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ უყურებთ, მაქსიმალურად გაგებით მოიკიდეთ ურთიერთობაში მყოფ სიტუაციებს. თუ გინდათ რომ ეს ადამიანი თქვენს გვერდით იყოს, იყავით მეტად გამგებიანი, იყავით მეტად მეგობრული. თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ უკვე თავად ვეიცით რაც არის შედეგი ამ ყველაფრის, ხო? იყავით ერთგული მის კუთხით, ერთგული იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შეუწყოთ გვერდში დაუდგეთ არსებულ ადამიანს. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები.
დამიწერეთ რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას ნახვამდის.